აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება გეფა შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და მედიკამენტების განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ბენდელიანმა მოაწერეს. მემორანდუმი GPC-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანებისთვის 2000-მდე მედიკამენტზე 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს. ასევე წარმოდგენილ არამედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას. მომსახურების გაწევა კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი. მორიგ მემორანდუმს მოეწერა ხელი სააფთიაქო ქსელ გეფასთან, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ჩვენი ვეტერანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამინისტრო გააფართოვებს თანამშრომლობას სხვა სააფთიაქო ქსელებთან, რათა სრულად იქნეს მოცული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა. კომპანია გეფამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანებისთვის სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებში GPC-სა და ფარმადეპოს ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს დღის საუკეთესო ფასი დახვდებათ. გარდა ამისა, სხვა არასააფთიაქო პროდუქტებზეც ფიქსირებული ფასდაკლება ექნებათ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი სოციალური პროექტების მომზადება.